გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, მინდა გამოვეხმაურო გუშინ ქართველთა დიდ გაერთიანებაში დებატების ამბავს, რომელი დებატებიც გაიმართა, რა ვიცი, ლეგიტიმური ხელისუფლების აღვადგინეთო და მათ წარმომადგენლებთან და ქართველთა დიდი გაერთიანების წარმომადგენლებთან გუშინ წინ ასე რომ ვთქვათ კიდე იყო დებატები ჩვენს გაერთიანებაში და იმ წუთში მოყვა ახლა ერთი ისტერიკა წივილკივილი ამ ემაში დღეს სხვათა შორის მინდოდა კვირაში ერთი დღე დავგეგმო იმისთვის რომ ჩემს YouTube-ის არხზე ჩემს გამომწერებთან უშუალოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიყო და საინტერესო თემები, რასაც ხალხს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვახერხებ მიმდინარე ლაივში უპასუხო, კვირაში ერთი დღე ამოვირჩიო და ამისთვის ვისაუბრო, ნახოთ თუ გამომივიდა დღეს თუ მოვახერხე YouTube-ის არხზე საღამოთი მექნება ეს კითხვა-პასუხის რეჟიმი, მაგრამ ამ სანამ ეს რეჟიმი იქნებოდა, მინდა ეს ვიდეო მივუძღვნა ამ საკითხს, რაც საერთოდ მოყვა ამ ყველაფერს. სიმართლე გითხრათ, როდესაც ჩვენს გაერთიანებაში განიხილებოდა ეგ საკითხი, რომ გავაკეთოთ თუ არა, იყოს თუ არა, შედგეს თუ არა დებატები, მე პირადად ვიყავი წინააღმდეგი ამ ფორმატით და მქონდა ამ ყველაფრის შესაბამისი არგუმენტი, რომ ერთი ტექნიკური ბაზა არა გვაქვს გამართული საიმისოთ, რომ ხარისხიანი დებატები შედგეს, ამიტომ ამათ ჰიჰი-ჰაჰას მეტი არაფერი არ აინტერესებთ. დღევანდელი საზოგადოება, ჩვენი საზოგადოება უფრო ემოციურად და საერთოდ ემოციურად უფრო აზროვნებს, ვიდრე რაციონალურად, ამიტომ ამ ემოციურად მოაზროვნე ხალხს ის უფრო აინტერესებს იქ ვინ ვის რა უთხრა, როგორ უთხრა, რა წამოაძახა, ვიდრე თემის სიღრმისეული განხილვა. ამიტომ ეს არაჯანსაღი საზოგადოება ამას არაჯანსაღად აიგდებს ყველაფერს თქო, მაგრამ მაინც გადაწყდა რა, უმრავლესობით გადაწყდა ის, რომ გაეკეთებიათ დებატები, არ ვიცი, ალბათ ეს უფრო სწორიც იყო, შეიძლება არასდროს კიდევ თუ არა აქსიომურად ჩემ აზრს. არცომ, რაღაც მომენტში ალბათ უკეთესიც იყო, იმიტომ რომ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, სამომავლო გეგმები, რომელი გეგმებიც გააჩნიათ საქართველოში ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ძალებს, ეგრეთ წოდებულ მედასავლეთებს, თვითონ დასავლეთის გეგმა რაც არის და ამაში როგორ უნდათ ეროვნული ხელისუფლების თავის დროზე ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების გამოყენება, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. ესა აი ახლა წინა შესავალის შემდეგ, თავისი დადებითი შედეგიც მოაქვს, მედალს ყოველთვის ორი მხარე გააჩნია და აუცილებლად ვინდა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვისაუბრო, იმიტომ რომ ამას ჯერ არ ამბობდნენ, მაგრამ ახლა გამოიკვეთა ხელის გულზე თუ რას გეგმავს საარჩევნოდ და სამომავლოდ ეგრეთ წოდებული პროდასავლური ძალები საქართველოში და საერთოდ დასავლეთიდან რა იგეგმება საქართველოში და როგორ ხდება ამ ყველაფრის ამ პროცესის წარმართვა, როგორ ხდება ეს ახლა გურამ აბსაღძე რო არ ყოფილიყო დებატებში, თავისთავად ამას ვერ გავიგებდით, ხო? ესეთი დებატებიდან ჩნდება ის, რაც არის დაფარული. მანამდე უბრალოდ მინდა ერთი რაღაცა თქვა. ბიჭო, აი, ყველაზე მეტად საერთოდ სასაცილო რა არის, იცით? აი, სასაცილო არის პატარა კაცობა საქართველოში და ეს პატარა ადამიანობა, რომელიც არ ვიცი მე ამ ულტრაკონსერვატორებს და ულტრამედასავლეთებს ერთი მეორესთან აერთიანებს. დაუწყიათ ახლა ამოუჭრიათ ის მომენტები და სასაცილოდ ააგდეს, დაიწყეს მაგათ ბაბლში. აბსანძემ ეს უთხრა, ჭაბუკაშვილმა ეს უთხრა, თქვენ სუკის აგენტები ხართ, მერე ატყდა წივილკივილი, ხო აბა ამათმა დაღუპეს ქვეყანა, შევარდნაძე თურმე მოსასვლელი ყოფილა, ესენი დააქცევენ ქვეყანას, ასე შემდეგ და ახლა ზის ახლა ეს ბაბლი, თავიანთი ბაბლით, ხარხარებენ და ხორხოცობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე მინდა ერთ რაღაცა გითხრათ. ბიჭო, ამ კონსერვატორებს საერთოდ მე დიდხანია თქვენს ლაპარაკი დავამთავრე და არანაირი სურვილი არ მაქვს. მე ვილაპარაკო იმ ძალაზე, რომელი ძალაც არის
პირდაპირ თაღლითური ჯგუფის შექმნილი საპატრიარქო უნდა და თაღლითი მორგოშიასი და უშიშროების სისტემით და რომლის მთავარი მიზანი იყო წესიერი კონსერვატორი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების ხალხის მიმხრობა და ყოფილიყო ეს მოქცეულიყო რაღაც ჩარჩოში და კონტროლირებადი ძალა ყოფილიყო და აგრძელებს ახლა იქ ბევრი კარგი ადამიანი არის რა თქმა უნდა გაწევრიანებული ჯერ რომლებმაც პოლიტიკიდან ძალიან შორს არიან მაგრამ დადგება დრო და როგორც ბევრმა გაიგო რასთან ჰქონდათ საქმე მოვალშიც გაიგივე არ ვიცი რა გიხარიათ არ ვიცი რა გახარხარებთ არ ვიცი რა მონახეთ ესეთი თქვენ რო საერთოდ ისე ერთ რაღაცას გეტყვით რა ბიჭო თქვენ რომ ჯანსაღი ეროვნული ძალა იყოთ ხო ჯერ ერთი ჯანსაღ ეროვნულ ძალებს არ უნდა ებრძოდეთ ეს ერთი მით უმეტეს როდესაც დღეს ეროვნული ცნობიერება ნიველირებული არის საერთოდ საქართველოში და თუ ვინმე არის ეროვნულად და ქრისტიანულად მოაზროვნე ადამიანი და სამშობლო უყვარს ხო იმასთან შეიძლება გქონდეს რაღაცა პოლიტიკური შეხედულებები ეს მოდი ასე კი არა ასე ჯობია მაგრამ მტერი არ უნდა იყო ამ ხალხის შენ თუ რა თქმა უნდა ჭეშმარიტად ეროვნული ხარ მაგრამ შენ თუ წარმოადგენ პოლიტიკურ კლასტერს რომელი პოლიტიკური კლასტერით საქართველოში ავე 333-მდე ასულა ეს პარტიები ხო ნუ ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა შენი ინტერესი არის ვიწრო პარტიული ინტერესი და ამიტომ ამ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვართ ერთი ეროვნული ძალა და როგორც იძახოდნენ რომ ღმერთის და კონსერვატორების მეც თურმე გადარჩენა არ შეუძლია ამ ქვეყნის ისე არის ამიტომ მე ის ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ბიჭო, აი ჩვენ არა გვაქვს ტექნიკური ბაზაც გამართული, შეიძლება არ არის ბევრი რაღაცა იქ არ ვართ ახლა ჩვენ არავისგან დაფინანსებული და არავისგან იმასქნილი ძალა რო გქონდეს სტუდიები მოწყობილი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ ხო ხართ? ერთი შემოგეთავაზებიათ, თქვენ რომელიმეს დაგეძახებიათ, კიდე დემურ გიორგი ხელიძესთვის თქვენი ეთერი დაგეთმოთ და ადრე ხო უთმობდით და დამჯდარიყავით გედებატად დაგეთმოთ ვაჟა ოთარაშვილისთვის, კიდე დავით ჭაბუკაშვილისთვის. არა, ამას თქვენ არ აკეთებთ. თქვენ ზიხართ თქვენი რაღაცა ჯგუფი, წარმომადგენელი, გაქვთ თქვენი ალტერნატიული რეალობა შექმნილი და ერთმანეთში ლაპარაკობთ, არ დაიღალეთ ამ ლაპარაკით და სხვას არ აძლევთ საშუალებას, რომ თუნდაც საწინააღმდეგო აზრი გაქცეთ. ესე პოლიტიკა არ კეთდება, თქვენ პოლიტიკოსები არ ახართ. ეს არის პოლიტიკანობა. ეს არის პოლიტიკანობა, ქალბატონო რიტაი თქვენი აზროვნებას და ეს ჩამოყალიბებული სტანდარტები, რომ ამან იმის დაიწყო გაშავება და ამან იმით დაიწყო გამოშავება და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან დაბალი დონის პოლიტიკური ტექნოლოგია, რომელიც კეტავს ადამიანს. კეტავს თავის რაღაცა ნაჭუჭში და ამ ნაჭუჭიდან უყურებს ყველაფერს. ამის გაშავებით დაიწყო, ამის პიარი დაიწყო, ამის ანტიპიარი დაიწყო. თქვენ ემას რა ქვია რო გკითხოთ ხალხმა სერიოზული ხალხი ხართ და გქონდეთ სერიოზული პოლიტიკური პრეტენზიები დაუნდობენ პოლიტიკურ იმგენს რა ქვია ოპონენტებს თავაზობენ პლატფორმას და მობრძანდი ბატონო დაჯეკი და მელაპარაკე სტუდიაში და ისე კი არ განვიხილოთ 20 კაცი რო შეესევა და დაიწყებს რაღაცა ლანძღვაგინებას და ბოტების და ტროლების ქარხნები და ჩატში რო ჩააგდებენ რაღაცას და ეს გააშავეთ და ეს გაამწვანეთ და ეს გამოამწვანეთ და აგინეთ და ლანძღეთ ეს არაა პოლიტიკა ეს არაა პოლიტიკა, ეს პოლიტიკანობა. ეს დაბალი დონის ორღობის პოლიტიკანობა, რომელი ორღობის პოლიტიკანობას დაამკვიდრა სუსმა საქართველოში, ჩასვა ყველა თავის ბაბში, ნაცები თავისთვის, კოცრები თავისთვის, კონსერვები თავისთვის და ქვეყანა და ერი არავისთვის. ხო. სერიოზული ხალხი ასე არ იქცევა. სერიოზულ ხალხს შეუძლია ერთმანეთთან განსაკუთრებით მოწინააღმდეგესთან, ზუსტად მოწინააღმდეგესთან აზრთა ჭიდილში რაღაც ნორმალურის გამოდარმა. თქვენ ეს არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ ასე შეიკრიბოთ, ლანძღოთ ადამიანები, ეძახოთ ის პატრიარქის მტერია, იარლიკები მოაყეროთ, ეს გაქცეულია, ის აგენტია, ეს ამით გააგრძელოთ ცხოვრება და ამით გინდა თქვენ ქვეყნის და ერის გადარჩენა. ესა უბედურება. მე თქვენზე არ ვლაპარაკობ დიდი ხანი არ მიმაჩნი ხართ. არ მიმაჩნი ხართ სერიოზულ ხალხად, არ მიმაჩნია თქვენი აზროვნებას, ხართ ჩვეულებრივი ერთ-ერთი იქ ხალხს კი გონია ნამდვილად რომ რაღაც ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ. აბა ოპოზიციურ ძალას თქვენ არ წარმოადგენთ. ჭირდება ეს ისევე როგორც გირჩი ჭირდება ამ პოლიტიკურ სისტემას იყოს ისე ჭირდებით თქვენს. არავინ არ გიძახით არც დებატებში და არცად არ დაგიძახებით. მაგროლია მონიჭებული თქვენი პარტიისთვის და გააგრძელებთ მასზე. ამიტომ როდესაც მეკითხებოდნენ რომ პარტიას არა აქვს მომავალი თქვა ზუსტად მაგას გულისხმობდი ჩემო კარგო რომ პოლიტიკური პარტიით ერი არ გამთლიანდება და ფონს არ გავა.
და პოლიტიკური პარტია ვერასდროს ჯანსაღწალას ვერ შეკრებს. ამაში არის საქმე. პოლიტიკური პარტია მონახავს რაღაც ერიდან რაღაც ნაწილს, რომელი ნაწილიც იქნება მისი მომხრე და აი ეს მოკრებული ძალა იქნება შევა და მოიწყობენ საკუთარ ცხოვრებას და ექნებათ გარანტიები და ხო იძახოდით შევედით საკრებულოში რა რევოლუცია მოახდინეთ საკრებულოში თუ შედ 10 კაციც რო შევიდეს თქვენგან პარლამენტში მაინც არაფერი შეიცვლება ხო ჯერთი ვინ შეუშვებს არა ასე რო ვთქვა ხო არა ვერაფერს ვერ გამახსენებთ თქვენ მე დიდი ხანია გიცნობთ თქვენ ძალასაც და აზროვნებაც ვიცი თქვენი მომხრეების და სტრატეგიაც ვიცი და ტაქტიკაც ვიცი როგორ მოქმედებთ და ახლა რას გამახსენებ რა უნდა გამახსენოთ ნეტა იყოთ მართლა სწორგზაზე დამდგარი და საერთოდ გავჩვენებოდი მთელი ცხოვრება არა მოვიღებდი ხმას ვიქნებოდი ბედნიერი არა ასე და სხვას კბენთ ლანძღავთ და რაღაცა პოლიტიკური ეგოიზმი გაქვთ და ხართ ჩარეული იმაში რომ ქართველებმა ერთმანეთს დაჭამო და ამით ხართ ბედნიერები გაგზელეთ ბატონო ცხოვრება თქვენ თუ გონია მაგით შორს წახვალთ შორს ვერ წახვალთ მე გეუბნებით თავშივე შორს ვერ წახვალთ ასე იქნება იქ ყველაფერი და უამრავი პოლიტიკური პარტია მინახია შეკრებელი და უამრავი პოლიტიკური პარტია მინახია მე დაშლილი და გადაიმასკნელი და გადმოიმასკნელი და ანუ ასეა პოლიტიკური პარტია ვერასდროს ეროვნულ საქმეს ვერ გააკეთებს რა შეეხება იქეთ მეორე მხარეს რო გადახედვა ეს აკაცუკებს აქვთ კიდე ამოჭრილები ეს აკაცუკები როდის ვერ გახდნენ მორწმუნეები საინტერესო არის ისინი იძახიან აი თურმე პატრიარქის მაგინებელი ზვიადისტები ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბიჭო კიდე ერთხელ მინდა გითხრათ კიდე ერთხელ მინდა გადავალ აბსანძეზეც და გადავალ დანარჩენებს ხო აი ვიტყვი მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს რა აი გადავალ მაგ თემაზე და აუცილებლად გაგცემთ პასუხს ხო ჯერ ერთი აი ამ ლიბერალები და ქრისტიანები ერთად არ ვიცი ეს არის ესეთი კლასტერი არის შექმნილი საქართველოში რომელი კლასტერიც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელით შიგ ევროპაში მიდის არიან ესეთი ვიღაცა შმაგია არის ვიღაცა ქუთაისელი გამოკლეავებული ჩამოყალიბებული სირი დებილი ვითომ ეროვნულ იდეებზე დგას და ამ დროს თან შიგ ევროპელი არის და იქ ზვიადის 9 აპრილის გათანაბრება მიმგენთან და ესე შემდეგ და ეს უფრო საინტერესო არის სხვათა შორის ისე რომ იცოდეთ იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიკვეთა თუ რაში ჭირდება დასავლეთს შიგ ევროპელი ზვიადისტები ზვიადის სახელი ეხლა ვინც ნახა ის გადაცემა და ის დებატები იქ ჩემი ახლოისი მეგობარი გია ბახტაძე საუბრობდა ქუთაისელი კაცი მთელი ქალაქი პატივს ცემს ახლა მე მის პიროვნების ავტორიტეტებზე და ახლა ავტორიტეტზე და მის განვლილ და მაცხოვრებზე არ დავიწყებ ლაპარაკს ვისაც ქონია შეხება იცის რომ მიზევს საუბრობ და არც მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ დავიწყებ საუბარს ძალიან ნათლად იყო წარმოჩენილი ყველაფერი ლოგიკური კითხვები იყო ზრდილობაში პატივისცემით დასმული ერთი მხრიდან მეორე მხრიდან და იქნა წარმოჩენილი აბსანძის აი ეს ჩანაფიქრი თუ რატო ხდება ეგ ყველაფერი ასე და აი ზუსტად ეხლა მინდა ამაზე გელაპარაკო ну ახლა შმაგია მაგარია და შმაგიასნაირები კიდევ ბევრია სხვათა შორის მპირდება რომ ქუთაისში რო ჩამოვალ თურმე საქმე უნდა გამირჩიოს და შმაგია ქუთაისში რო ჩამოვალ ნალდად კპირდები რომ ქუთაისურად მოგთხოვ პასუხს იმიტომ რომ ჩემნაირები რო არიან ქუთაისიდან იძულებით წასულები და შენაირი ქათმები არის მომრავლებული თანამედროვეობის დავით ლიკლიკაძეები მიდუა დაღუპული საქმე და მიდუა უბედურად საქმე არც ძდილობა რო გაქვს არც მიმართვა რო არა გაქვს და არც ქალაქელობა იცი და არც არაფერი რო არ იცი შმაგია ამაშია საქმე ხო და ну მაგი მერე იყოს როდესაც ჩამოვალ ხო ანუ რაშია ახლა საქმე ძალიან კარგად გამოიკვეთა საერთოდ ერთმანეთთან ხალხო აი 100%-ით ვერაფერში ვერასდროს ვერ შეზავდება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეროვნული მოძრაობის გზა და აზროვნება ვერანაირად თავსებადი ვერ არის დღევანდელ ევროკავშირულ ევროპულ მემართულებასთან ძალიან მარტივად აღიხსნით
დღევანდელი ევროკავშირი და მისი პოლიტიკური, ესე რომ ვთქვათ, ხელმძღვანელობა და მათი იდეოლოგია არის პირველი და დაუძინებელი მტერი ეროვნული სახელმწიფოსი. აი, დამიჯერეთ იმაზე უფრო მეტი დიდი მტერი, იმაზე მეტი უფრო საშიში მტერი, ვიდრე შეიძლება იყოს რუსეთი და ვიდრე შეიძლება იყოს თურქეთი. ჩვენი ისტორიული გამპრობლები, ხო? და დღესაც, რომლებსაც კბილები აქვთ არის რატო? იმიტომ რომ ეს ევროკავშირი ლიბერალისტული საერთოდ იდეოლოგია რანაირადაც არ უნდა ისაუბროთ. თავის თავში ებრძვის სარწმუნოებას, ადათს, წესს, ტრადიციას, წინაპართა მონაპოვარს, ისტორიას და ქმნიან ახალ სოციუმს. სოციუმს სქესის გარეშე, სოციუმს რწმენის გარეშე, სოციუმს ისტორიის გარეშე. ჩემი YouTube-ის არხზე არის შენ შემოგევლე და შეგიძლია შევბრძანდე ჯემალ და ნახო. ბოლოს წინა ვიდეო არის. ხო, ეს არის ყველაზე საშიში. იმიტომ რომ რუსეთი თუ მოდის და გიპყრობს, მას უნდა ტერიტორია. ის იპყრობს ტერიტორიას, მაგრამ შენ სადაც წეს და ტრადიციას, ხო, ის არ იბრძვის ისე. არ ებრძვის, იმიტომ რომ არ თulis იმას, რომ ის მისთვის პრობლემას წარმოადგენს. პირიქით, მართლმადიდებელი ქართველები პირიქით რუსეთის იმპერიის სამსახურში ბრწყინვალედ იყენებდა ისტორიულად რუსეთის იმპერია და მომავალშიც ფიქრობს ქართველების გამოყენებას და ქართველებს უდიდესი როლი აქვს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ნათამაშები, როგორც უფრო მეტსაც ვიტყვი. რუსეთის იმპერია საერთოდ რო ცოცხლობს და არსებობს დღესდღეობით, ეს ქართველების წვლილი არის და რუსეთი საერთოდ როგორც რუსი ერი და რუსული სახელმწიფო რო არსებობს და იმპერია, ეს ქართველების გადამწყვეტი როლი არის ამ ყველაფერში. ამიტომ მათ აინტერესებთ ტერიტორია და მათ არ აინტერესებთ გადარჯული. შეიძლება გარუსებული ქართველები ჭირდებოდეთ. აი რუსული აზროვნების ქართველები, მაგრამ იმათ არ ჭირდებათ ის უსქესო და უიმასქნო ქართველები. ნუ იგივე არის ახლა ოსმალეთი, ხო, ოსმალეთის იმპერიაშიც ქართველებს უდიდესი როლი აქვს თავის დროზე ნათამაშები, უამრავი ხონთქარი, უამრავი, რა ვიცი, სულთანი და ეს იყო საქართველოსთან და ქართველებთან დაკავშირებული, ისევე როგორც ირანში. ნუ ახლა ისინი თვლიან, რომ მათ მუსლიმანური საქართველოს ვარიანტი შეიძლება მიიღონ, როგორც ტაოკლარჯეთში, მიღებული იგივე ერდოღანის ლაზი არის, როგორც იცით, მაგრამ ისინი არ ცდილობენ, რომ ესა რა ქვია, უსქესო და უტრადიციო და უიმასქნო ისინი. თავის სამყაროში უნდათ მათ ქართველების გადაყვანა. და სხვათა შორის ისლამზე არის აქ საუბარი, თუ ვინმეს ისლამი კიდე აინტერესებს, მე რა თქმა უნდა, უფრო დასავლეთი არის უფრო ყველაზე მეტი ლიბერალური დასავლეთი. ხას უსვა, ამას ქრისტიანულ დასავლეთთან არაფერი შეხება არ გააჩნია. იმიტომ არის საშიში, რომ ვისაც ისლამი ელემენტარული გადაუშლია და ისლამი ელემენტარული თუნდაც აზრზე არის, ოდნავ უნდა იცოდეს ის, რომ არ მასურს ახლა ზუსტად, მაგრამ 13-ჯერ მე მგონი იხსენიება იესო ქრისტე ყურანში და იესო ქრისტეს წინასწარმეტყველად აღიქვამენ თვითონ მუსულმანები, ადგილიც აქვს დათმობილი, აღიარებენ სხვათა შორის სულიწმინდის მადლით ჩასახვას, ანუ უბიწო ჩასახვას, მაგრამ არ აღიარებენ ღმერთად. ხო, აი ესეთი შეხედულება აქვს ისლამს. და თვლიან იმას, რომ დიახ, ისლამამდე იყო ქრისტე, მაგრამ ქრისტეს ჯვარზე გაკვრის შემდეგ, აი ესეთმა ყანდურებმა, რომელიც ყანდურების მოთხოვნითაც ქრისტე იქნა გაკრული ჯვარზე და რომლებსაც ყველაზე მეტად ერთხელვარი მრისხანებაში ქრისტე ჩავარდნილი, როდესაც ეკლესიიდან გამოყარა ეს ყანდურები. და თქვა, რომ მამაჩემის სახლი სავაჭრო სახლად გადააკეთეთო, ამ ხალხმა შემდეგ იესო ქრისტეს ცხოვრების დანატოვარი არიეს, დარიეს, ასექნეს, ისექნეს, ძნელია შეედაო, როდესაც შეხედავ გახლეჩილ ქრისტიანობას და ის კათოლიკე, ის პროტესტანტი, ის აქეთ მართლმადიდებლობა დარჩენილი რაღაცა და თვლიან ისინი, რომ კაცობრიობა რო არ გადაგვარებული და არ გარყვნილიყო და არ წასულიყო, მოავლინა ღმერთმა მუჰამედი, უფრო მეტი მკაცრი, ასე რომ ვთქვათ, არ იყო ქრისტეს ქადაგება განთავისუფლებისკენ და ხალხის გამოფხიზლებისკენ და მოავლინა ამისთვის მუჰამედი, რომელმაც შექმნა ყურანი და აი ესეთი ფორმით დამემორჩილე და ემსახურე და
ძალის ფორმით კაცობრიობა გადაიყვანა ამ გზაზე. ახლა ცოტა იქეთკენ წაგვივიდა საუბარი, მაგრამ ეს არის ისლამური სამყარო. ეხლა რაც შეეხება ამ ლიბერალური, ეგრეთ წოდებული ლიბერალური დასავლეთი, რასაც წარმოადგენს, ლიბერალური დასავლეთი აგე რა ბატონო, თუ ყველა ამდენი ხანი ხელს აფარებდა და ვერავინ ვერ ამბობდა და ვერავინ ვერ ხედავდა იმას თუ დასავლეთში რა ხდებოდა ეპშტეინის ფაილებმა, რომელიც სინამდვილეში მე მგონი 8% წარმოადგენს სულ იმისას, რა ქვია, იქ რაც ხდებოდა, კარგად გამოაჩინა, რომ მოქმედი ბოლო პერიოდის მოქმედი 5 პრეზიდენტი შეერთებული შტატების ყველა იყო სატანისტურ რიტუალებში ჩართული, ბავშვების ხორცს ჭამდა, სისხლს სვამდა, პედოფილია, უბედურება, ყველაფერი ის და მათ შორის აი ეს ჯორჯ ბუში, რომელიც უწუნებდა ზვიად გამსახურდიას ჰუმანურ დამოკიდებულებას, ზვიად გამსახურდიას უწურებდა, ესე იგი, ლიბერალურ მიდგომებს, უწუნებდა თურმე დემოკრატიულ პრინციპებს და დინების აღმა მიდიოდა და ნომერ პირველი და ყველაზე ცნობილი მხედრიონელი იყო ბეიკერი. ვინმე სხვა არ დაგავიწყდათ, ჩამოფრინდა თბილისში პირველი ისა, რა ქვია, მხედრიონელების ორდენი ჩამოკიდეს. ყველაზე ცნობილი მხედრიონელი არის ბეიკერი. აი ეს არის დასავლეთი. დასავლეთი მე ხშირად მეუბნებია, რომ აი დასავლეთთან რატო გაქვს ეს ხალხთან კი არა მაქვს და სახელმწიფოებთან და ისტორიასთან კი არა მაქვს მე პრობლემა პირიქით. პირიქით მე ძალიან მიყვარს ქრისტიანული ევროპა და ძალიან მიყვარს ის რენესანსის ეპოქა და ის კულტურა და ის მწერლობა და ის ყველაფერი, რომელიც მართლაც ცივილიზაცია შექმნა. მართლა დიდი ცივილიზაცია შექმნა. ახლა თავისი, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ნაკლოვანებებით, რომელიც პარალელურად რის ხარჯზე და როგორ მოხდა ამ ყველაფრის განვითარება, ეს კიდე ძალკე საკითხია, მაგრამ როგორც კულტურულად, მაგრამ ახლა რაზე უნდა ველაპარაკო? მე ამ ხალხს წიგნი არ წაუკითხიათ საერთოდ. თხადაგი არ აქვს წაკითხული, ძს და ხს, შუს და წს ვერ ანსხვავებენ ერთმანეთიდან და მელაპარაკებიან ლიბერალები, კონსერვატორები. ლიბერალები, კონსერვატორები. არიციან საერთოდ სად არიან, სად ბანაობენ ახლა. ძალიან ძნელი არის. პუშკინი ამბობდა, რეგვენკაც ნუ ეკამათებიოდა საქართველოში თუ ხდება, რეგვენებთან კამათი ხდება. რეგვენებთან ხდება კამათი. ნორმალური ხალხი ერთმანეთში არ წვიტავს ერთმანეთს. ხო, ნუ ახლა დღევანდელი ისა, რა ქვია, ევროპა და ევროპული აზროვნება ძალიან ძნელი არის შეადარო იმ კლასიკურ ევროპულ აზროვნებას, რომელიც იყო. დღევანდელი საფრანგეთი ისე გავს დეგოლის საფრანგეთს. ნუ როგორც დღევანდელი საქართველო გავს დავით აღმაშენებლის საქართველოს. გამოსულა ეს გამოკლეებული მაკრონი და უთქვია, რომ თავისუფალში სიტყვაო თუ არ კონტროლდებაო და ისო, მაშინო იმასო ძალა არა აქო და ეს შპაგია შემომიხდა გასულ დღეს და დამიწყო ეს ფაქტჩეკერობა დამიწყო პატრონმა ამა, რომ ასე კი არ თქვა, ისე თქვა და ამას ლაპარაკობს კაცი, რომელსაც ცოლი ყავს, მოხუცი, კაცი თუ ხალი ჯერ ვერ გაარკვია, ემან რა ქვია, სამყარომ მეცნიერებისთვის ეს აუხსნელი არის და ისიც არავინ არ იცის ისა ამის ცოლი თუ ესა იმის ცოლი, ნუ არ ვიცი რა და ამას ლაპარაკობს საფრანგეთი, რომელსაც ერთი მინისტრი, ორი გეი მინისტრი ყავდა ერთმანეთის ცოლ-ქმარი და ხან ცოლი იყო ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი, ხან ქმარი იყო მეორე სამინისტროს ხელმძღვანელი და ამბობდნენ იმას, რომ ახლა რადგან თანამდებობები დავიკავით, ჩვენ ერთად აღარა ვართ. ნუ ახლა ვისაც ესეთი ევროპა მოგწონთ და ვისაც გგონიათ, რომ ასეთი ევროპისკენ მიიღწოდა ზვიადი, ძალიან შემცდარ ხართ. არ მიიღწოდა ზვიადი ასეთი ევროპისკენ და არც ამ შიგ ევროპაში არ გარბო ძალიან კარგი. სხვათა შორის არჩიბალდთან საუბრის დროს, მე გიასთან მექნება ახლა ვრცლად საუბარი, როდესაც შეძლებს ბახტაძესთან ზვიადის ფენომენთან და ამ სიტუაციებთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობია ზვიადის ფენომენი, მისი დამოკიდებულება და მის ახლა არჩიბალდმაც თქვა, რომ ის რომ ზვიადს ჰქონდა თურმე გადაჭარბებული ისეთი შეხედულება დასავლეთის მიმართებაში. არ ყოფილა ესე ახლა ჩვენ თუ რაღაცა სიტყვაზე დაგვიკითხია და რაღაცა ზვიად გამსახურდია დასავლეთ ევროპის მიმართულებაზე იყო სხვათა შორის სპეციალისტი, მაგრამ ნუ ახლა მე ამას არჩიბალდზე სხვანაირი ფორმით კი არ მომბ ეს დამკვიდრებული ესა რა ქვია ტერმინები არის, რომელიც საზოგადოებამ, რომელმაც აი ზვიად გამსახურდიას მიმართ უნდა სხვანაირი წარმოდგენები იმასთან ამას არ მომხდარა მისი ფენომენის შეფასება და არც იმ პერიოდის ისტორიული შეფასება არ მომხდარა რა.
და ამიტომ ყველაფერი ცუდში არის ზვიადი და ზვიადისტები, მაგრამ ახლა აქ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო მომენტი და ალბათ მარტო ამისთვის ღირდა იმ დებატების გამართვა, სადაც ნათელი გავხდა თუ რას აპირებს დასავლეთი და მედასავლეთი ზვიადისტები საქართველოში და რისთვის იქნა ეს მოწვეული, ეს აღდგენილი, ეს ვითომ ეს ეროვნული ხელისუფლება და რას ემსახურებოდა. მე გურამ აფსანძის პერსონაჟზე საუბარს არ დავიწყებ. ეს არ არის ჩემი საქმე. მე არ ვარ მისი ბიოგრაფი. ამ დროს ასე მოიქცა, იმ დროს ისე მოიქცა. კითხვები გამაჩნია უამრავი. მეც გამაჩნია უამრავი კითხვები მის მიმართ, როგორც იმ ისტორიული მოვლენების დროს მის მიმართებაში და ერთ-ერთი სხვათა შორის გადამწყვეტი მომენტი გამაჩნია, როგორც ვიცი, ეს ერთ-ერთი მისი პასუხისმგებლობის საკითხი იყო, როდესაც ილორის შეხვედრა რო იყო ნათქვამი, როდესაც ზვიადგამსახურდია დაიბარეს ილორში და შეთავაზეს ეთნო აფხაზეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობაზე არ იყო იქ საუბარი, მაგრამ იყო სუვერენიტეტზე საუბარი და თუ არ ცნობდა აფხაზეთის სუვერენიტეტს, ამ შემთხვევაში მოხდებოდა მისი მკვლელობა. თვითონ რუსმა გენერალმა უთხრა ეს პირდაპირ და უარი თქვა ზვიადმა, რა თქმა უნდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის ცნობაზე და როდესაც კორტეჟი გამოდიოდა, უთხრეს მაშინ დატოვეთ აფხაზეთის ტერიტორიაო, ქიშმარია იყო მოსული და თორე აქ მოხდება უბედურებაო, აფხაზებმა თვითონ უთხრეს აქ მოკლავენ და ჩვენ შენ გაღიარებთ მაინც ჩვენს პრეზიდენტად, ლეგიტიმურ პრეზიდენტათო და არ გვინდა რომ ეს ჩვენთან მოხდესო. და მაშინ, როდესაც კორტეჟი გამოვიდა აფხაზეთიდან, იყო გადაწყვეტილი, რომ კორტეჟი უნდა წასულიყო სვანეთში. მაგრამ კორტეჟი წავიდა სამეგრელოში. სადაც მე ნელ-ნელა ის დაგეგმილი მკვლელობა ზვიადგამსახურდიასი განხორციელდა და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მეც მაქვს. მე ამაზე არ ვლაპარაკობ. კარგად გამიგეთ, მე ამ კაცი არ ვლაპარაკობ, აქ მას რა თქმა უნდა უამრავი დადებითიც გაკეთებული, უამრავი უარყოფითიც მე მიმაჩნია და კაცი მით უმეტეს, როდესაც ამ ხელა გამოცდილებით იყო, ძალიან კარგად იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია, რომლებიც ზვიადის იდეური მტრები იყვნენ ყველანაირად, არანაირ ეროვნულ საქმეს არ გააკეთებდნენ და გამოიყენებდნენ მას და მაშინ, როდესაც ერთხელ უკვე მოხდა აფსანძის და მისი ჯგუფის და ვითომ ზვიადგამსახურდიას ეროვნული შტოს ჩართვა ვითომ ქვეყნის სათავეში იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია ნაცებს მოეპოვებიათ, ეს გაკეთდა გურამ აფსანძის ხელით. და შემდეგ იქნა მოშორებული, როგორც იქნა მოშორებული და დღეს რა ხდება? დღეს რა ხდება, ხო, ანუ რა არის დაგეგმილი? დღეს ხდება ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც გამოირკვა ჩვენ ეს გქონდა იწვის დონეზე და გქონდა ფიქრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა გამოირკვა ერთ ძალიან საინტერესო, ეს უკვე პირდაპირ ითქვა, რომ ეს არის უკვე ჩამოყალიბებული გეგმა, რომელი გეგმაც საქართველოში უნდა იქნას შემუშავებული შემდეგნაირად. ახლა ქოცები რასაც წარმოადგენენ ქვეყანაში, ყველამ კარგად ვიცით. ეს ნაცი, ქოცი, ეს არაფერი ამათ შორის სხვაობა არ არის, არც იდეოლოგიური სხვაობა ამათ გააჩნიათ. ერთადერთი გააჩნიათ რა? ერთადერთი გააჩნიათ სკამზე მე ვიჯდები თუ შენ, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა მაგათთვის. მე შემაში არაფერი სხვაობა არა. ამიტომ ქოცებს რო გვამადლიან და გვეუბნებიან თურმე ომი რო არა, ამის გამო დღე-დაღამე სანთლები უნდა უნთოთ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მადლო დღეში 10 ჯერ უნდა ვილოცოთ და აგერ დაბადების დღეზე ვაზელინი აღარ დარჩა გონია კაცო აფთიაქებში. ხო, ეს პუნქტი, ნაცების ამ ხალხთან წაშლილია. ამაში განსხვავდებია. ამიტომ დასავლეთისთვის უფრო ამ ლიბერალური დასავლეთისთვის სხვა დასავლეთი არ არსებობს სხვა დასავლეთი არის რაღაცა იქ ფიცოს და არის ის რა ქვია ორბანის მომენტები დღევანდელი დასავლეთის პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ესენი არ წყვეტენ დასავლეთის პოლიტიკურ იმას რა ქვია დღის წესრიგს. პირიქით თვითონ შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობას, ესაა საკითხავი. ამიტომ ამ ლიბერალურ დასავლეთს აქვს დაგეგმილი შემდეგი გეგმა საქართველოში. ქოცებმა, როგორც ყველამ ვიცით, უამრავ ადამიანს
ჩამოართვეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ხო? რომლებიც ემიგრაციაში მიმყოფებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს თითქმის ეს ხალხის ეს ის რაოდენობა არის, ვინც ლეგალურად, არალეგალურად მიმყოფებით ემიგრაციაში ის კატეგორია არის, რომელიც თითქმის უთანაბრდება იმ რაოდენობით, თუ მეტი არა, ხაზგასმით ვამბობ, თუ მეტი არა, და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო მეტიც არის, ახლა ქართველების რაოდენობით მეტი რო არ უნდა, მაგრამ აი პასპორტების მხრივ არ ვიცი, ცოტა შეიძლება ამაში შევეჭვდეთ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეობას სხვა ეროვნების ხალხსაც გააჩნიათ კაცო, მაგრამ აი როგორც ასეთი ქართველები რომ მეტი არიან გასულები დღეს ქვეყნიდან, ვიდრე ქვეყანაში არიან, ამას არ უნდა ლაპარაკი, მაგრამ აი მოქალაქეობის ამბავით დაახლოებით რო ვთქვა 2 მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გაფანტული არის მსოფლიოში, რომელსაც ჩამორთმეული აქვს უფლება. არალეგიტიმური ხარ უძახიან კოცებს, არალეგიტიმური ხარ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველა ხელისუფლება არალეგიტიმური არის და კოცებს ამაზე ისტერიკა აქვს ჩართული, ვინც ახლა არალეგიტიმურს ეტყვის კოცს, თურმე ის ჩვეულებრივად სისხლის ამართლის ბრალდება ექნება ძალიან მალე, ამიტომ კოცის შეურაცხყოფა არ შეიძლება. კოცს მხოლოდ უნდა ლოცო. ამიტომ მოიფიქრეს აი ესეთი ძალიან საინტერესო გეგმა, აი დაუკვირდეთ ახლა ამ იმას. დღეს ახლა ძალიან ბევრ ქვეყანაში 21 საუკუნეა ხელოვნური ინტელექტი, ვერიფიკაცია, ყველაფერი მარტივად შესაძლებელი არის იქნას გატარებული და ჩვეულებრივად შესაძლებელი არის და ბევრი ქვეყანა აკეთებს კიდეც ინტერნეტით ელექტრონული ფორმით არჩევნების ჩატარება. ახლა კოცებმა ეს რომ ჩატარონ, კარგად იციან, ძალიან კარგად იციან, რომ კოცური მთავრობა აი ამ ელექტრონული არჩევნების შედეგად ვერ დარჩება ქვეყანაში. ვერ დარჩება ქვეყანაში ის მომხრეებიც, რომლებსაც ზეწოლის შედეგად აძლევენ ხმის მიცემას, ისინიც კი არ მიცემენ ხმას, თუ მათ ექნება თავისუფალი არჩევანის უფლება. ამიტომ შეხედეთ დასავლეთმა რა მოიგონა. დასავლეთმა მოიგონა, საერთოდ, როდესაც არის ესეთი რეჟიმი და ხალხის და ჩვენთან მასა 30% მაქსიმუმ გახკეთქე მიდის არჩევნებზე. მეტი არ მიდის. 30%-ის დაახლოებით 50% საერთო ჯამში სადღაც 15% ამომრჩევლების 16% აძლევს კოცობას ხმას. ხო, რეალურად ეს რა ვიყოთ, ეს მოსახლეობის სადღაც 15%. ამიტომ ეს მოსახლეობის 15%, რომელიც შანტაჟით, მოსყიდვით, ბიძინამადიდებლობით აძლევს ხმას, ჩანს იქ ფურცელზე გემრიელად. ეხლა რა ხდება? როდესაც ესეთი რეჟიმები არსებობს, ასეთ შემთხვევაში ხდება ალტერნატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. რაღაც ეს პრაქტიკულად ეს უტოლდება აპარტეიდს. რეჟიმი არის აპარტეიდული, რეალურად უმცირესო. ასე იყო ნაცების დროსაც, ასე იყო შევარდნაძის დროსაც, ასე არის დღესაც. როდესაც უმცირესობა ბატონობს უმრავლესობაზე, ეს არის აპარტეიდი. და ახლა 33 წელიწადია აპარტეიდია საქართველოში. ამიტომ შეხედეთ ახლა საკეთებენ. ქმნიან და დღეს პლატფორმის შექმნა, საიტის შექმნა, ტექნოლოგიებით, რომელიც საიტის არ იქნება მარტივად ჰაკერული თავდასხმის გათიშვის საშუალება, ამის ტექნიკურად ამის უზრუნველყოფის პრობლემა არ არსებობს. გამართავენ ცალკე ელექტრონული არჩევნებისთვის ცალკე საიტს. პარტიები გამოაცხადებენ ბოიკოტს კოცების მიერ ჩატარებული არჩევნებისთვის და იტყვიან, მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს, რომ იქნას აღიარებული ელექტრონული არჩევნები, პარალელური არჩევნები, ალტერნატიული არჩევნები, რომელიც ტარდება. ამ ყველაფერში დაფიქსირდება, ახლა თვითონაც ამას ისე მშვენივრად გააკეთებენ, დაფიქსირდება, რომ დაახლოებით 1,5 მილიონი, 2 მილიონი ქართველი ხმას აძლევს ელექტრონულად, აბსოლუტურად სხვა ძალას, სხვა ხალხს და რომ კოცებს აქვთ ხელისუფლება მიტაცებული.
როდესაც გადავხედავთ ჩვენ ემიგრაციაში მიცემულ არჩევნებში ხმებს, ისედაც ჩანს, რომ ემიგრაციაში ვინ დადის, ძირითადად დადიან ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, არც უნდა გაგიკვირდეს, იმიტომ რომ ემიგრაციაში მყოფი ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება ხელისუფლების მომხრე, თუ ის სოციალურ-ეკონომიკური უსამართლობით არის გადახვეწილი. ამიტომ ეს ბაზა გააჩნიათ, ტექნიკურად ამის გაკეთება არის შესაძლებელი და აქ დგება ძალიან საინტერესო მომენტი. აქ არის ზუსტად საჭირო ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილის მხარდაჭერა, რომლებიც გამოაცხადებენ, ჩაატარებენ პარტიებთან კონსულტაციას და ეს პარტიები თანხმობას გამოუცხადებენ და იქნება აბსოლუტური უმრავლესობა, ეს სოკოებით რო ეს რაოდენობაში იცოცხლე ოხრათა პარტიები ბიჭო საქართველოში მთელ ევრაზიის კონტინენტზე არა, ამ 333 იმიდან 200 პარტიას ალბათ ალტერნატიულ არჩევნებში შეყრიან, ფულს მიცემენ, მათ დამფუძნებლებს, აგერ კაცო ჩვენთან მიიღეთო მონაწილეობა და მორჩა და დამთავრდა ახლა ყველა პარტია პოლიტიკური ბიზნესი არის საქართველოში და მაგისტვის იქნება. და შეიკრიბება ეს ყველაფერი აბსენცის და ეროვნული, ასე რომ ვთქვათ, იმის ნიღბის საფარქვეშ, ერთხელ კი აქ აბსენცის და მის ხალხს გაკეთებული ლეგიტიმაციის ფორმა მინიჭებული ვარდების რევოლუციისთვის, ამიტომ მეორე ფორმას ისინი შვენივრად მოახერხებენ, ეს ძალა მოახდეს არჩევნების ჩატარებას და გაიმართება ამათი ლოცვა კურთხევით, გაიმართება ქვეყანაში. დასავლეთის ხაზს უსვამ, დასავლეთის მხარდაჭერით, დასავლეთის ტექნიკური უზრუნველყოფით, გაკეთდება ეს ალტერნატიული ელექტრონული არჩევნები, რომელიც უპრობლემოდ მოახდენს ალტერნატიული რეზულტატის დადებას და იქნება წარმოჩენილი, რომ კოცბანდა, რომელიც უკრძალავს თავის მოქალაქეებს, თავის მოსახლეობას, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ახდენს შანტაჟს, ახდენს დიქტატორული კანონების მიღებას, არ უნდა ხელისუფლების დათმობა. აი, სინამდვილეში ხალხი დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი იქნება წინააღმდეგი ამ რეჟიმის და იქნება ეს დაფიქსირებული. ეგ თქვენ გონიათ პრობლემა იქნება? აგერა მე მაქვს საქართველოს მოქალაქეების ელექტრონული პირადობის მოწმობების ელექტრონული ბაზები. რა პრობლემაა ამის ის? ვინ არის ცოცხალი, ვინ არის მკვდარი? იქ იქნება თავისი ფორმა პირადობის მოწმობა შეიყვან, იქ იმას შეიყვან, აქ ამას შეიყვან და მოხდება არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ერთმა ადამიანმა შეიძლება დღის მანძილზე 200 იმით მისცეს ხმა, და იქნება ეს ყველაფერი დაფიქსირებული, ამას ექნება ლოცვა კურთხევა მინიჭებული აბსანციდან და ლეგიტიმური აღდგენილი მთავრობიდან. ამიტომ ეს იქნება ქოცების დამხობის მყარი არგუმენტი და ქვეყანაში მოხდება არეულობა, ქვეყანაში მოხდება ის, რაც აქამდე ვერ შეძლეს, საჭიროა ამისთვის აი ეს ფონი იქნას შემზადებული. აი ეს გეგმა იქნა გაჟღერებული ზუსტად ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისში დებატების დროს და იქ ზოგი იმას რო უყურებდა, ამან-ამას ეგი უთხრა, იმან-ამას ალტინფოს ხალხის არ იყოს და ამას ჭრიდა და იმას ჭრიდა, ამ თავარ აზრს არავინ უყურებდა და ამბობდა ესეთ რაღაცას კითხვაზე დაგვირდით რას პასუხობდა, ესე რა ქვია, თქვენ თუნდაც გაგაჩნიათ ფიქტიური და თუნდაც, მაგრამ ლეგიტიმური ძალაუფლება და ხართ, თქვათ, თქვენ ხართ ლეგიტიმური მთავრობის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ხო? ისა პრემიერ-მინისტრი, ხო? და გაიმარჯვეს, თქვათ, ამ არჩევნებში სხვა, ჩვენ სხვას არ მივცემთ, გაიმარჯვეს, თქვათ, ნაცებმა. ჩვენ ნაცებს არ გადავცემთ ხელისუფლებას. როგორ არ გადაცემთ? თუ აღიარებ, რომ ის იქნება ალტერნატიული არჩევნები და ის იქნება კანონიერი და ლეგიტიმური, უფლებით არ გადაცემ. ისე ლამაზად გადაცემ, როგორც ზემაღლა იქნება და ამისთვის ქმნია ამ ყველაფერს, რომ იქ დემოკრატია იყოს. ეს ლამაზად შეიფუთება, ამ მომდევნო არჩევნებით ეს ყველაფერი მოესწრება, ეს ყველაფერი შეიფუთება და იქნება ეს მყარი არგუმენტი საქართველოში
ხელისუფლების ცვლილებისთვის. აი ჩემო კარგებო, რაში არის ძაღლის თავი დამარხული, რაში ახდენენ ზვიადის ხელისუფლების, ეროვნული ხელისუფლების იმდროინდელი წარმომადგენლების ჩათრევას, მონაწილეობას, ეხლა იმას ნუ რავინ უიტყვის, რომ სულელები არიან, ვერ ხვდებიან. ძალიან კარგად ხვდებიან, ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს აბსოლუტურ უმრავლესობას, აბსოლუტურ უმრავლესობას. იმათ თქვენ ვერ მოატყუებთ, იმათ მარო იციან საქართველოში რა ხდება, ნეტა ისე დღეს იცოდნენ დღევანდელმა ჩემმა თაობამ ან ახალგაზრდობამ საქართველოში რა ხდება. ისინი ღებულობენ ამ ყველაფერში მონაწილეობას, იქნება ამის ყველაფრის ლეგიტიმური მთავრობის ჩატარებული ყველაფერი და მოხდება საქართველოში არეულობა, დაძაბულობა, უბედურება, ისე როგორც იყო 91-92 წლებში. აი ეს არის დასავლეთის გეგმა საქართველოში შიგ ევროპელი ზვიადისტების და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ თავში ვთქვი, არასდროს არ დაიჯეროთ იმ ადამიანის, რომელი ადამიანის გამოვა და დაგიწყებთ თქვენ მტკიცებით ფორმაში საუბარს, რომ ზვიად გამსახურდიას უნდა და ნატოში და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია, რომ ეს ასე იყო, არ იყო ჩემო კარგებო ასე, ეს იყო იმ რეაქციული ალტერნატიული წერეთელი და ესენი რო იყვნენ ვითომ ეროვნული პარტიების შექმნა. დღეს რატო ვამბობ, რომ ეს ვითომ ფსევდოეროვნული პარტიები რო არიან შექმნილი? ყველას თავისი როლი აქვს. იყო ჯერ კიდე არსებულ მოქმედ საბჭოთა კავშირში პერესტროიკის პერიოდში იყო ესეთი მოძრაობები შექმნილი. ნუ რა ვქნა ჯიგარო ახლა ავტვირთავ YouTube-ის არხზე და ნახეთ, იქ სტაბილურად იქნება. მაშინდელი მოქმედი პარტიები, რომელი მოქმედი ვითომ ეროვნული პარტიები რომელი პარტიებსაც პირდაპირ ჰქონდათ საბჭოთა კავშირში გაცხადებული, რომ ან გაერო ჯარები შემოსულიყო საქართველოში, ან ნატოს შემოსულიყო საქართველოში და გაინთავისუფლებია საბჭოთა. თქვენ გონიათ ეს ნატოს ძახილი ახლა მოვიდა? ახლა მოვიდა, თქვენ გონიათ? და ეს იყო ჯერ კიდე ეროვნული მოძრაობის პერიოდში, არსებული რეაქციული ძალები საქართველოში, რომლებიც აი ასე ასრულებდნენ დასავლეთის შეკვეთას, იგივე ჰელსინკის კავშირიდან და ასე შემდეგ და მათი მთავარი მიზანი იყო აი ამ დავალების კი ბატონო, ირაკლი წერეთლის აზრი ეს არ იყო. ირაკლი წერეთელს ეს როლი ჰქონდა. ირაკლი წერეთელი რომ მივარდა გუმბარიძესთან და ისე რა ქვია, კგბ-ს აგენტო და გუმბარიძემ რო უთხრა, მე კგბ-ს აგენტი კი არა, კგბ-ს გენერალი ვარ და კგბ-ს აგენტი შენ ხარ. ხო. აი ეს იყო. აი ასე გამოიყენეს. ცხონებული ზვიად გამსახურდია და აი მე როდესაც მეუბნებიან, რომ შენ რატო არ მოგწონს შიგ ევროპა, რატო არ მოგწონს დასავლეთი, რატო გაქვს მისი? მე არ მომწონს პოლიტიკური დასავლეთი. და მაგ ამ ყველაფერთან ჩემი დამოკიდებულება და ჩემი შეხედულება, რომ მე პოლიტიკური დასავლეთი არ მომწონდეს. და არ მომწონს ზუსტად იმისთვის, რომ რაც პოლიტიკურმა დასავლეთმა გაუკეთა საქართველოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მაშინდელი ევროპის ლიდერებმა, როგორ გაწირეს ეროვნული ხელისუფლება და როგორ სულში ჩააფურთხეს ქართველ ერს, მანამდე როგორ ეუბნებოდნენ დისიდენტებს, ზვიად გამსახურდიას და იმ პერიოდის პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არა მარტო საქართველოში, საბჭოთა კავშირში არსებობდნენ და როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, მათ გააკეთეს გამორჩევა, ბალტიისპირეთის ქვეყნები წაიყვანეს მათ ბანაკში, დანარჩენი დაუსვეს თავზე თავიანთი აგენტურა, კრემლში პირდაპირ იყო მომჯდარი ცერეუს და მათი აგენტები, იქ იყო ელცინი დალოცი ამერიკაო და მისცეს დასაგლეჯად საქართველოც, აზერბაიჯანიც, ჩეჩნეთიც, ყველა ქვეყნები. და საერთოდ ეს ესენგე დსთ რომელსაც იძახდნენ, ეს საერთოდ არ იყო რუსული პროექტი. ეს დსთ იყო ამერიკული პროექტი, მათ მიერ შექმნილი ჩამოყალიბებული გაერთიანება, რომელშიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები უნდა გაწევრიანებულიყვნენ, მათი ახლა იმათ პირველი შიში იმაზე ჰქონდათ, რომ ბირთვული იარაღები, რომელი ბირთვული იარაღებიც იყო გაფანტული საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არ ჩავარდნილი იყო ვინმეების ხელში და ყოფილიყო კონტროლირებადი ძალა. გასაგებია. არ ყოფილა დსთ ეს რუსული პროექტი. ეს იყო სუფთა ამერიკული პროექტი. ჩემო კარგებო.
ხო და მის მერე რაც ზვიადგამსახურდიას დამხობაში დასავლეთის პირდაპირი მოთხოვნა იყო ქარხნების დაშლა, დაქიაქება, გაყიდვა, გამოყიდვა, მიწის გაყიდვა, გამოყიდვა, ეროვნების ამოღება, მამის სახელის ამოღება და ამაზე უარის მთქმელი ზვიადგამსახურდია აღმოჩნდა კავკასიის ჰუსეინი, ამის გამკეთებელი გამსახურდია აღმოჩნდა პროვინციელი ფაშისტი და ესე შემდეგ ეს გააკეთა დასავლეთმა მამა ბუშმა, დიახ, მამა ბუშის და ბეიკერის ხელმძღვანელობით, ყველაზე დიდი მხედრიონელის ხელმძღვანელობით გააკეთა ეს ყველაფერი, ეს იმ მამა ბუშის, რომელიც მამა ბუშიც ეპშტეინის ფაილების მიხედვით თურმე კაცს აუპატიურებდა ეგერ იმაში ეპშტეინის კუნძულებზე და იმაშვებოდა თურმე რა ქვია კანიბალიზმის რიტუალებში ღებულობდა მონაწილეობას. ჩემი თუ არჯერად შედით და ჩაიხედეთ იმ ფაილებში. და ის უწუნებდა ზვიადგამსახურდიას, რომ აი ამიტომ მეზიზღება მე პოლიტიკური დასავლეთი. მე ამის ატანა არ მაქვს. აქაც ვეუბნები და ყველას ვეუბნები ყოველთვის ესა გულის ამრევი, ამაზრზენი, დეგრადირებული გაერთიანება, რომელმაც ჯერ თავიანთ ქვეყნებს დაავიწყა ყველაფერი. და დღევანდელი ჯენზი თაობა, როგორი ნაგავიც არის გამოზრდილი საქართველოში ესეთი ნაგავი არის გამოზრდილი გერმანიაში, საფრანგეთშიც და ასე ტვინაღრძობი მომავალი თაობაშვა, როგორც საკუთარ ქვეყნებში მოახდინა და გაანადგურა და მუშკეტერების ქვეყანა, შარლ დე გოლის ქვეყანა, ნაპოლეონის ქვეყანა, ბიჭო, მაკრონის და ბრიჯიტის და კონჩიტების ქვეყანად იქცა. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ამათთვის თავისიანი სუხისიანი არ არსებობს, მთელი 90-იანი წლების მანძილზე დასავლეთის მითითებით, დიახ, პოლიტიკური დასავლეთის ბანკირების და პოლიტიკოსების მოთხოვნით იქნა საქართველოში დაკვეთილი ის, რაც შევარდნაძემ შეასრულა, ეს იქნებოდა აფხაზეთის ომი იქნებოდა, ეს იქნებოდა საქართველოს პრიხვატიზაციის პროცესი თუ რა იქნებოდა და დაძარცვეს, დაანადგურეს ქვეყანა ეს სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკების და ამათი მოთხოვნებით და გაძარცვეს, გაყოლიფეს, დაანგრიეს, გაასწორეს ჩემი ქვეყანა მიწასთან და დღესაც იგივე ხედვით უყურებენ საქართველოს და იგივე თავისი ინტერესებისთვის. დიახ, ასე გამოიყენა. ახლა 21 წლის თებერვლის ოკუპაციის, ესე რომ ვთქვათ, პერიოდი არის. თავიდან ბოლომდე არასწორად არის ეს ისტორია დაწერილი. მე მეცდები მომიხერხდეს ამ საკითხის. კიდევ მე არაერთხელ განმიხილია ეს საკითხი და ახალი გამომწერები ვინც მყავხართ YouTube-ზე ან აი აქაც დავდებ მე იმ გენერალი კვინიტაძის ჩანაწერებს, რომელიც მონტაჟირებას გავაკეთე შემდეგ და ვისაც გაინტერესებთ, ნახეთ სინამდვილეში რა ხდებოდა ამ 3 წლის განმავლობაში საქართველოში და სინამდვილეში როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ეს ყველაფერი კიდე არ არის საბოლოოდ გაშიფრული და დადებული, როგორ გადააქცია მაშინ ჟორდანიამ და მისმა ბანდამ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, საქართველო, აი მაშინ როგორ იქნა გამოყენებული საქართველო, ზუსტად იმ შიგ დასავლეთიდან, რუსეთის წინააღმდეგ ბაზად, როგორ ხდებოდა საქართველოში თავმოყრა იმ აგენტურის, იმ რეაქციული ძალების და ესე შემდეგ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ დავკარგეთ დამოუკიდებლობა, დავკარგეთ ტერიტორიები და ამაზე საუბარი დღესაც არ შეიძლება, მარტო რუსეთი არის დამნაშავე. დიახ, რუსეთმა დაიპყრო საქართველო. დიახ, დაიპყრო. იქედან გამომდინარე, ეს კიდე ცალკე საკითხი არის, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებაში, იგივე ფინეთთან მიმართებაში რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ და მოხდა სხვათა შორის ძალიან საინტერესო პროცესები, ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ. პირდაპირ გეტყვით, რომ ლენინს საერთოდ არ უნდოდა საქართველოში ინტერვენცია. აი არ უნდოდა. არც ლენინს უნდოდა, ისიც ტროცკიც თავს იკავებდა, ესა სიმართლე. არ უნდოდათ. უფრო უნდოდათ ვის იცით? უფრო უნდოდათ აი ამათ რა ქვია, ბუდუმდივანს, უფრო უნდოდა ორჯონიკიძეს, აი ამ ხალხს უფრო უნდოდათ, იმიტომ მათ იცოდნენ საქართველოში არსებული რეალობა თუ რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა. ამიტომ უნდოდათ მაგათ. თორემ ლენინს დიდად არ უნდოდა, მით უმეტეს, როდესაც გართულებული პერიოდი ქონდა იმასთან ეგრე.
პოლონეთთან ომის და დასავლეთთან და არ უნდოდა კიდე საქართველოს თავის ტკივილის მომატება, მაგრამ დაუმტკიცეს ის რომ საქართველოში არის შექმნილი მტრული ბაზა დასავლეთიდან ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ოსმალეთის აგენტურებიდან, რომლებიც ადრე თუ გვიან იქნება გამოყენებული წინააღმდეგ. ხო, და ამას შეეწირა სიმართლე გითხრათ, მაშინდელი საქართველოს დამოუკიდებლობა, რაზეც ლაპარაკი არა, ამის გულისთვის დაისაჯა საქართველო, იმიტომ მან დაიჭირა შიგ დასავლური ესე რომ ვთქვათ, ბანაკის კურსი და გააუგეს ქვეყანა უცხო ქვეყნის ჯარს და სპეცსამსახურებს და ბრიტანეთის იმას ითხოვდნენ პირდაპირ სამხედრო ბაზების გახსნას საქართველოში. ეს ძალიან ბევრი ბნელი ფურცელი არის საქართველოს ისტორიის. მათ შორის არავინ არ ამბობს იმას, თურქებთან რა ჩახუტება და ფლირტი ჰქონდათ. იმას რა ქვია, ჟორდანიას და მის ბიონაგავ ხელისუფლებას და როგორ მოითხოვა თურქეთმა ტაოკლარჯეთის დათმობა, როგორ მოითხოვეს შემდეგ ბათუმი საერთოდ ბათუმი რო არის შემორჩენილი და ბათუმი რო არის დარჩენილი მაზნიაშვილთან ერთად სტალინის დამსახურებაა. იმიტომ რომ ბათუმის გადაცემაც უნდოდათ. და სანამ ეს მოხდებოდა, სანამ ინტერვენცია მოხდებოდა, ლონდონში იქნა ეს ხელშეკრულება გაფორმებული, ამას ელოდებოდნენ თურქები იმაში რა ქვია, მოსკოვში. და ლამაზად იქნა ეს ყველაფერი ასე შემოფუთული და გადაცემული იქნა შემდეგ ეს და აჭარა სხვათა შორის სტალინის კატეგორიული მოთხოვნით იქნა ამოღებული მაქსიიდან, იმიტომ რომ აჭარაში გარდა იმისა, რომ პორტი არსებობდა, ნავთობსადენები იყო, რომელიც ბაქოდან გადიოდა და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა და დაუმტკიცა მაშინ ლენინს, რომ ამ ტერიტორიის გადაცემა არ შეიძლება. ხო, აი ასე იყო სინამდვილეში ყველაფერი და არა ასე როგორც წერენ. და იქ მარო მაყაშვილზე რო აფრიალებენ, მარო მაყაშვილთან ერთად იქ სამი გოგო დაიღუპა. რატო არ ლაპარაკობენ არავის? რატო მარო მაყაშვილზე ლაპარაკობენ? გენერლიშვილი რადგანაც იყო? ასია ვიძია ასე. როგორ ყვარებია ჩვენი ქვეყანა და როგორ ყვარებია ერთმანეთი საქართველოს დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა, აი მაშინ გამოჩნდა და დღესაც ჩანს. დაჭერით ახლა ეს ვიდეოები, ამოჭერით. ზოგი ეს ნაწილი და აფრიალეთ, რომ ერმილემ ეს თქვა და ხო, ის კიდე ერთი საპატრიარქოსთან მიმართებაში. მე როგორც ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი, მე ვამბობ, რომ საპატრიარქო არ ამყავს. არ აკავს საქართველოს საპატრიარქო. და არ ვამბობ ამას ღიად. საპატრიარქო არის გადაქცეული ებრაული დაზვერვის იმათ რა ქვია, ბუნაგად საქართველოში. და ის არ ემსახურება ქართველიერის და მართლმადიდებლობის ფუნქციას არ ასრულებს საქართველოში. დიახ, მე მაქვს ეს დამოკიდებული. დიახ, მაქვს. და ის რო გაქვთ რა ქვია, იმას რო იძახით რა ქვია, საპატრიარქო და პატრიარქი და რო იძახით და პატრიარქის როლი როგორც პიროვნების ისტორიაში როგორ შევა საქართველოს პატრიარქის როლი, ეს ისტორიის განსჯის საკითხი არის. თუ ჩვენ რა თქმა უნდა გადავრჩით ქართველიერი თუ გადარჩა და თუ ჩვენ გვეღირსა ის რომ ქართველმა ერმა დაწეროს ჯანსაღი ესა რა ქვია, ობიექტური ისტორია. ჩვენ ისტორიას გამარჯვებულები წერენ და ჩვენი ისტორიის ყველაზე ობიექტური შეფასება ვისაც გაინტერესებთ, ესაა სტალინის დროს ჯანაშიას დამსახურებით და კიდე სხვა ქართველი მეცნიერები იყვნენ დაწერილი საქართველოს ისტორიის წიგნი, რომელშიც ობიექტურადაა საქართველოს ისტორია, ყველაზე ობიექტურადაა განხილული, რომელიც იქნა შემდეგ ამოღებული ხრუშჩოვის პერიოდში და ეძებდნენ მადლობა ღმერთს, მე ბაბუა ისტორიკოსი მყავდა და ეს წიგნი მაქვს სახლში და მე ვიცი რა არის ეს. და როგორ ობიექტურადაა განხილული ყველაფერი. და თუ კი ოდესმე ჩვენ გვეღირსება რომ ეს იქნას, მაშინ დასმულ კითხვებზე იქნება პასუხები მოთხოვილი. არ აქვს მნიშვნელობა ერის მიმართ და სამშობლოს მიმართ, პატრიარქს რა წვლილი აქვს შეტანილი, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. დიახ, მე მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს ქმედება პუტჩის პერიოდში
და როგორც საპატრიარქო იქცეოდა იმ პერიოდში, იმ გადატრიალების მომენტში, ეს იყო პირდაპირ პუჩისტების მხარდაჭერა. და მათ მხარი დაუჭირეს საქართველოში იმ უბედურებას, რა უბედურებაც მოხდა. პატრიარქის გამოსვლა და მოთხოვნა, რომ შევარდნაძეს როგორც ერთადერთ კანონიერ მთავარსარდალს და საქართველოს მეთაურს მხარი დაუჭიროს ერმა და როდესაც დააჩოქა ქართველიერი შევარდნაძის წინაშე, მაშინ როდესაც საქართველოში იყო კანონიერი პრეზიდენტი ჩამოსული. დიახ, მე პირადად ამას ვერანაირად ვერ განვიხილავ, იმას რა ქვია, სწორნაბიჯად საქართველოს ისტორიაში. ისევე როგორც ვერ განვიხილავ ქართველიერის და აფხაზების ჯალაც, გრაჩოვის, შევარდნაძის, ამათ მონათვლას და მხარდაჭერას იოსელიანის და კიტოვანის მიერ. თქვენ როგორც გინდათ, ამას ისე შეხედეთ და ისე შეაფასეთ. ისევე როგორც სხვა რაღაც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ისტორიაში. ხო. მე წამს ღმერთი და ნებისმიერი ადამიანის მიმართ მაქვს დამოკიდებულება ის, რაც არის უფლის სიტყვები. ყველა კაციც რო არს, ჯეროდეთ მხოლოდ უფლის. ხო და ჩემო კარგებო, თუ ეს ვინმესთვის დიდ ქრისტიანობაში ჯდება, ჩემთვის არ ჯდება ეს დიდ ქრისტიანობაში, ისევე როგორც სხვა ბევრი რამეები. ხო და არ მაინტერესებს დანარჩენი ვინ რა სიტყვის. ვინ რა სიტყვიანის, რა ქვია, ლამის და ჯაღმაიძის და ამათ დაქვემდებარებაში მყოფი ეს ვითომ ქართველი ტამპლიერები ნამდვილად მაქვს მე პროტესტი და ნამდვილად მაქვს მე კითხვები თუ როდესაც ჩემი ქვეყანა არსებობის შეწყვეტის პირას არის და როდესაც დავით გარეჯის გადაცემაზე ხდება ყველაფერი კეთდება გარეჯის გადაცემაზე გაფორმებისთვის, როდესაც საქართველო იცლება ქართველებიდან და ივსება უცხოტომელებიდან და არაბებიდან და სხვა და ამ დროს როდესაც თურმე საპატრიარქოს ამისთვის არ ცალია. და რომ თურმე უნდა გამოვიდეს იაკობა, ძველი ნამხედრიონალი 1000-ზე გადანახტომი და უნდა მიკითხოს მე ლექცია იმის შესახებ, რომ თურმე მიშას დროს იყო ეგ პრობლემა და მაგან მოაგვარა. და ახლა არა და ცოტა ჭკვიანად იყავით. ხო. არ ჯდება ეს ჩემთვის, არ არის ეს ქრისტიანობა. და პატრიარქის რო თქვენ გესმოდეთ, პატრიარქს დადებითიც აქვს გაკეთებული ჩვენი ერის ისტორიაში და მაშინ პატრიარქის სიტყვები ისე გაგიგოთ, როგორც ამბობდა, რომ იგივე LGBT უბედურებებთან დაკავშირებით, იგივე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით და სხვა ბევრ რაღაცებთან დაკავშირებით ამ ადამიანს მარტო ის არ უკეთებია, რა ქვია, რაც ჩამოუთვალე. კარგიც აქვს გაკეთებული. მაგრამ არა. ეს არის საერთოდ საზოგადოება ძირითადად უნდა იყოფა ორ ნაწილად. ერთი პირველი, ეს არის გაუნათლებელი საზოგადოება, უციგნური საზოგადოება, ემოციებით მოაზროვნე და ემოციებით გადამწყვეტი პრობლემების, რომელიც არის ქართული საზოგადოება და არის მეორე. ეს არის რაციონალური საზოგადოება, რომელიც რაციონალური საზოგადოებას რაციონალურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აწმყოს, წარსულს, გამოაქვს გაკვეთილები ამ ყველაფრიდან და ეს საზოგადოება არ დაგიჯდება და არ გეტყვის შენ, რომ ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა, მიშა მოგვაშორა, ომი არაა ქვეყანაში, დაგისვამს კონკრეტულ კითხვებს. სად არის მოშორებული მიშა? სად არის ღალატის ბრალდებები წარდგენილი? სად არის? ომი რატო უნდა იყოს ქვეყანაში? ომი თუ იქნება ქვეყანაში, პირველი თქვენ დაკარგავთ, დასაკარგავთ. რატო უნდა ვიყო მე ვალდებული რომ ომი იყოს? რატო არის ქვეყანაში ის ელემენტები, რომელიც 2012 წელს უნდა მოცილებული იყო ეს ელემენტები და ეს ელემენტები რომ მოცილებული იყო, ამის საფრთხე ქვეყანაში არ იქნებოდა. ის ელემენტები რო არ მოცილდა, ესა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურება, რაციონალური საზოგადოება დაგისვამს კითხვას. რატომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას თავის დროზე და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს? ამდენი უბედურებებს რო აკეთებდა ქვეყანაში, ქართველი ერის მინად გენოციდს რო ჩადიოდა, ის დაგისვამს კითხვას, კოჰაბიტაცია რო გამოაცხადა, სინამდვილეში დამნაშავეზე ხელის დაფარება გააკეთე და ეს დამნაშავეზე ხელის დამფარებელი ჩვეულებრივად დამნაშავე არის? დღეს და გადაარჩინე ნაციონალური მოძრაობა კუბოდან ამოიყვანე, დღეს შენ
რით ახარ უკეთესი მისგან. ხო და ამათ არ ჭირდებათ რაციონალური საზოგადოება. ამათ ჭირდებათ აი ესეთი სეთურის ბრბო, ემოციური ბრბო, თუმცა ახლა ჩვენი ეთნო გენეზისი და ქართული ეთნოსის მახასიათებელი სამხრეთული ხასიათის ერთ-ერთი მთავარი გავლენის ქვეშ მოქცევა არის ემოციების მხრივ მოქცევა ამ ხალხის და ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი. აი ეს არის. თუ ამას ემატება გაუნათლებლობა და ტოტალური უწიგნურობა და სავსე ქვეყანა აგენტური. მე არ ვიცი ამ ქვეყანას რა იშველება, ნამდვილად პირდაპირ გეუბნებით. მე არ ვიცი ამ ქვეყანას რა იშველება. მე ვიცი ერთი რაღაცა, გამოსავალი და გადარჩენა არის ერთადერთი ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების გაერთიანებაში, ერთ მუშტად შეკრებაში და რაციონალურად მოვლენების გააზრებაში. და არა ამ იდიოტიზმში და თქვენ კიდე რა შეგეხებათ იქ კონსერვატორების ტროლებს, თავის გამბრავლებლებიანად იქეთ შიგევროპელებს და იმას ჭერით ახლა ეს ვიდეოები და ატრიალეთ იქეთ-აქეთ არ ხართ ვიზიათ თქვენ პოლიტიკოსები და ვერასდროს თქვენ ვერ შედგებით პოლიტიკოსები. თქვენ იქნებით ორღობის ხალხი, ამ ორღობეში გექნებათ თქვენი მისია და აი ამ მისიით გააგრძელებთ ცხოვრებას. და რას გეტყვით თქვენი არსებობა რატო არის იცი პრობლემა? მე გეტყვით რატო არის პრობლემა. იმიტომ რომ ვინმე მეზიზღება და მძულს. თქვენი არსებობა არის იმიტომ პრობლემა რომ თქვენი სახით წარმოჩენილი არის ქართველი ეროვნული ძალა რომელიც აი ანტიქართული არის თავიდან ბოლომდე. ხო? თუ თქვენ უარყოფთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას, მაშინ უნდა თავაზობდეთ მეტს. და თქვენ თავაზობთ ვის? გორგოშიას? თუ მახარაძის თუ მარტინენკოს თუ ვის? და თქვენ რო პოლიტიკოსები იყოთ და თქვენ რო მიგაჩნდეთ რომ თქვენ პოლიტიკას ემსახურებით საქართველოში და პოლიტიკურ გზას გადიხართ და თქვენ ხართ დამოუკიდებლები დაიბარებდით იმ ჩვენ წარმომადგენლებს კიდე გია ბახტაძეს ათასი სიბინძურე რო აუგორეთ მაშინ ჩემთან ერთად და სხვათა შორის იმ გია ბახტაძის გაზრდილი არის ბავშვობაში ნახევრად იქ თქვენი მახარაძე დაიბარებდით დემურ გიორხელიძეს, გნებავთ ჭაბუკაშვილს, გნებავთ ნებისმიერს და დადგებოდით და დაიწყებდით იმასთან ლაპარაკს. თქვენს ტელევიზიაში და დაამტკიცებდით ინტელექტუალურად, რომ თქვენ უფრო ჭკვიანები ხართ. თქვენ უფრო მეტი შეგიძლიათ. და არა ისე, როგორც აკეთებთ და ის მღვდლები რო გამოგყავთ კიდე და ჯერ მე რომ ლანძღავდით აქ თურმე რას ქვია და ჩვენ გლანძღავდით საპატრიარქოსთან მივიდნენ და ახლა თქვენი ის გვერდები რო აქვეყნებენ რომ საპატრიარქო ხმა მოიღებს, არა მოიღებს საპატრიარქო ხმას. არა მოიღებს. ხო, ეს უკვე ახლა სამსახურათაა გადაქცეული ყველაფერი. გძილეთ. მე თქვენგან განსხვავებით და ჩვენში რაშია იცი პრობლემა? აი, კიდე რატო არის ეს პრობლემა დგას? ჯერ რა ვართ? აგერ წვეთად ვიკრიბებით და 1000 პრობლემა არის წინ ჩვენ ხო პარტია არა ვარ, ჩვენ ხო ხმებში არ გედავებით, არჩევნებში ხო არ გედავებით და ვიკრიბებით ადამიანები უბრალოდ რომლებიც არა ვართ არავისგან კონტროლირებადი. გვაქვს ჩვენი იდეები, გვაქვს ჩვენი აზრები, სწორი, არასწორი, არა აქვს მნიშვნელობა. არა აქვს მნიშვნელობა, ვართ დამოუკიდებელი ძალა. ხელისუფლებით დაწყებული, ოპოზიციით გაგრძელებული წესით ჩვენთვის უნდა იცილდეთ ახლა თქვენ. როცა ქვეყანა დაქცევის პირასა, მოსეული ხართ და ილანძღეთ ბატონო. სულ ფეხებზე მკიდია. მეც და ჩვენს ფეხებზე მკიდია რა. საერთოდ რო იცოდეთ ისე რა. ამით თქვენ დაბალ დონეს ამჟღავნებთ. და გაგრძელეთ მომავალში. გაგრძელეთ. აბა თქვენ იცით. დაგიფასდება. ყველა. აი ამის თქმა მინდოდა, არ ვიცი, საღამოსთვის თუ მოახერხე YouTube-ის არხზე დაახლოებით 1 საათის მანძილზე მექნება ყოველგვარი ესე რომ ვთქვათ, შეზღუდვის გარეშე კითხვა-პასუხის რეჟიმი, რადგანაც ვერ ვახერხებ მე საზოგადოებას ჩემს გამომწერებს ვესაუბრო და გავცე იმ კითხვებთან დაკავშირებით პასუხი, რაც გროვდება, ამიტომ კვირაში ვეცდები მომავალშიც გამოვყო ერთი დღე და კვირა დღეს ვისაუბროთ დაგროვილ კითხვა-პასუხებზე, რომელიც ბლიც ფორმატში მაინც.
მონა იქნება YouTube-ის არხზე ეგ ტრანსლაცია. იმიტომ რომ იქ უფრო სტაბილური არის და უფრო გარჩევადი არის ყველაფერი. კარგი, ამით დავასრულე და გადაეცით ბატონ აფსანძეს და გადაეცით დანარჩენებს, რა თუ ვერ ხვდებოდნენ, რა შეღებულობენ მონაწილეობას, ახლა მაინც იცოდნენ. იმიტომ რომ ქოცების ნაცებით ჩანაცვლება ქვეყანას არაფერ კარგს არ მოუტანს. და მე იმას არ ვამბობ, რომ ქოცები იყვნენ. მე ვამბობ იმას, რომ ეროვნული ძალა შეიკრიბოს და ქოცსაც და ნაცსაც წაწყვიტოს თავი. აი, ამას ვამბობ მე. და არა ის, იმიტომ რომ ყოველი გადატრიალება, ყოველი უბედურება ეს ქვეყანას მოუტანს ნგრევას, არეულობას, რადგან გადამტრიალებლები და ქვეყნის დამაქცევრები არა გულანთებული პატრიოტები იქნებიან უცხო ქვეყნის აგენტურა, რომელმა უცხო ქვეყნის აგენტურამ 21 წელსაც გამოიყვანა ქართველიერი და ქართველიერის მიერ, რა ვიცი, არჩეული ხელისუფლება თუ იყო თუ იმას ერქვა მაშინ, ეროვნული ხელისუფლება გამოიყენა შევარდნაძის ხელისუფლება, გამოიყენა სააკაშვილის ხელისუფლება და იყენებდა ამათაც. იყენებს ახლაც რაღაც ფორმით, მაგრამ ბოლომდე ვერა, იმიტომ რომ ბოლო ისწავლეს, რომ თავი არ წაეგოთ. საქართველოს თუ გადაარჩევს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა, მეტი არაფერი. არა მეტი საშველი ამ ქვეყნის. ესაა და ეს. ეხლა კი გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მე მგონი გაგეცით პასუხი და რა ვიცი, ვეცდებით, რომ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ და უფრო უკეთესი იმით, რა ქვია, შევძლოთ დებატების ფორმატის წაყვანა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნაბიჯები პარალელურად ისიც გააკეთო და ისიც არა მარტივი, მით უმეტეს, როცა ფინანსები არის 0 და ეს მოძრაობა არსებობს წევრების შემოწირულობებით და ასე შემდეგ. და არა იმით, რა ქვია, ვიღაცის დაფინანსებებით.